უფალი ჩაიტანიას მოძღვრება, ავატარები. უფალმა ჩაიტანიამ აუხსნა სანატანა გოსვამის, რომ უფალი კრიშნას ექსპანსიებს, რომლებიც მატერიალურ ქმნილებაში მოდიან, ავატარები, ანუ ინკარნაციები ეწოდებათ. სიტყვა ავატარა ნიშნავს მას, ვინც ეშვება და ამ შემთხვევაში ეს სულიერი ზეციდან ჩამოსულს ეხება. სულიერ ზეცაზე ურიცხვი ვაიკუნთა პლანეტაა და ღმრთების უზენაესი პიროვნების ექსპანსიები იქედან ამ სამყაროში ეშვებიან. ღმრთების უზენაესი პიროვნება პირველად სანკარშარას ექსპანსიიდან დაეშვა პურუშა ინკარნაციის მაჰა ვიშნუს სახით. შრიმად ბჰაგავატამში დამტკიცებულია, რომ როდესაც ღმრთების უზენაესი პიროვნება ეშვება პირველი მატერიალური ქმნილების პურუშა ინკარნაციის სახით, დაშვებისთანავე ავლენს 16 ელემენტარულ ენერგიას. მაჰა ვიშნუთ წოდებული, იგი მიზეზთა ოკეანეში წევს და სწორედ იგია მატერიალურ სამყაროში თავდაპირველი ინკარნაცია. ის გახლავთ დროის, ბუნების, მიზეზისა და შედეგის, ჭკუის, ეგოს, ხუთი ელემენტის, ბუნების სამი მოდუსის, გრძნობებისა და სამყაროსეული ფორმის უფალი. თუმცა მატერიალურ სამყაროში ყოველივე მოძრავისა და უძრავის მბრძანებელია, თვითონ სრულ დამოუკიდებლობას ინარჩუნებს. მატერიალური ბუნების ზეგავლენა ვერ ცილდება ვირაჯას, ანუ მიზეზთა ოკეანეს, როგორც ეს შრიმად ბჰაგავატამშია დამტკიცებული. მატერიალური ბუნების მოდუსებს, სათნოებას, ვნებასა და უგუნურებას, ისევე როგორც მატერიალურ დროს, არავითარი გავლენა არ აქვს ვაიკუნთა პლანეტებზე. ამ პლანეტებზე მარადიულად ცხოვრობენ კრიშნას განთავისუფლებული თანამგზავრები და მათ ნახევარღმერთებიცა და დემონებიც ეთაყვანებიან. მატერიალური ბუნება მოქმედებს ორი სახით, როგორც მაია და პრათანა. მაია უშუალო მიზეზია, პრათანა კი მატერიალური გამოვლინების ელემენტების გამოხატავს. როდესაც პირველი პურუშა ავატარა მაჰა ვიშნუ მზერას ავლებს მატერიალურ ბუნებას, მატერიალური ბუნება აღიგრძნება და ამგვარად პურუშა ავატარა მატერიას ცოცხალი არსებებით ანაყოფიერებს. უბრალოდ მაჰა ვიშნუს მზერით იქმნება ცნობიერება და ამ ცნობიერებას მაჰად ტატვა ეწოდება. მაჰად ტატვას განმგებელი ღვთაება არის ვასუდევა. ეს შექმნილი ცნობიერება შემდგომ გუნების, ანუ მატერიალური ბუნების მოდუსების შესაბამისი მოქმედების სამ ფორმად იყოფა. ცნობიერება სათნოების მოდუსში აღწერილია შრიმად ბჰაგავატამის მე-11 სიმღერაში. სათნოების მოდუსის გამგებელ ღვთაებას ჰქვია ანირუთა. მატერიალური ვნების მოდუსში ცნობიერება გონებას წარმოქმნის და ამ შემთხვევაში გამგებელი ღვთაება პრადიუმნა გახლავთ. იგი აქვს ცნობათა მბრძანებელი. უგუნურების მოდუსში ცნობიერება ეთერის, ცისა და სმენის ორგანოს წარმოქმნას იწვევს. კოსმიური გამოვლინება ამ სამივე მოდუსის ნაერთს წარმოადგენს და ამგვარად ურიცხვი სამყარო იქმნება. სამყაროთა რიცხვის გამოთვლა არავის ძალუძს. ეს ურიცხვი სამყარო მაჰა ვიშნუს სხეულის ფორმებიდან წარმოიქმნება. როგორც მტვრის ურიცხვი ნაწილაკი გადის საცრის მცირე ნახვრეთში, სწორედ ასევე მაჰა ვიშნუს სხეულის ფორმებიდანაც ურიცხვი სამყარო მოედინება. მისი ამოსუნთქვისას ურიცხვი სამყარო იქმნება და მისი ჩასუნთქვისას კი ისპობა. მაჰა ვიშნუს ყოველი ენერგია სულიერია და არაფერი ესაქმება მატერიალურ ენერგიასთან. ბრაჰმა სამჰიტაში ნათქვამია, რომ ყოველი სამყაროს გამგებელი ღვთაება, ბრაჰმა, მაჰა ვიშნუს მხოლოდ ერთი ამოსუნთქვის განმავლობაში ცოცხლობს. ამრიგად, მაჰა ვიშნუა ყოველი სამყაროს თავდაპირველი ზესული და ყოველი სამყაროს მბრძანებელიც. მაჰა ვიშნუს მეორე ინკარნაცია, გარბჰოტაკაშაე ვიშნუ, შედის ყოველ სამყაროში, სხეულიდან წყალს გამოყოფს და ამავე წყალზე სწვება. მისი ჭიპიდან იზრდება ლოტოსის ყვავილის ღერო და ამ ლოტოსის ყვავილზე იბადება პირველი ცოცხალი ქმნილება ბრაჰმა. ამ ლოტოსის ყვავილის ღეროში ბრაჰმას მიერ შექმნილი 14 პლანეტარული სისტემის განყოფილებაა. თითოეულ სამყაროში უფალი გარბჰოტაკაშაე ვიშნუს სახით იმყოფება და იგი ასულთქმულებს ყოველ სამყაროს და ზრუნავს მის მოთხოვნილებებზე.
თუმცა ყოველ მატერიალურ სამყაროში იმყოფება მატერიალური ენერგიის ზეგავლენა ვერ ეხება მას. როდესაც საჭიროა, იგივე ვიშნუ ღებულობს უფალი შივას ფორმას და ანადგურებს კოსმოსურ ქმნილებას. სამი მეორადი ინკარნაცია ბრაჰმა, ვიშნუ და შივა მატერიალური ბუნების სამი მოდუსის განმგებელი ღვთაებები არიან. მაგრამ სამყაროს ბრძანებელია გარფოდაკაშაე ვიშნუ, რომელსაც თაყვანს სცემენ როგორც ჰირანია გარფას ზესულს. ვედურ ჰიმნებში აღწერილია, რომ მას ათასობით თავი აქვს, თუმცა მატერიალურ ბუნებაში იმყოფება, მატერია ვერც კი ეხება მას. ვიშნუს მესამე ინკარნაციაც ქსირადაკაშაე ვიშნუ სათნოების მოდუსის ინკარნაცია გახლავთ. იგი ყოველ ცოცხალ არსების ზესულს წარმოადგენს და ამ სამყაროში რძის ოკეანეში განისვენებს. ასე დაახასიათა ჩაიტანია მაჰაპრაბჰუმ პურუშა ავატარები. შემდეგ უფალმა ჩაიტანიამ აღწერა ლილა ავატარები, ანუ გართობათა ავატარები და მიუთითა, რომ მათ ბოლო არა აქვთ. იგი აღწერს რამდენიმე მათგანს, მაგალითად, მათსიას, კურმას, რაქუნათას, ნრსიმჰას, ვამანასა და ვარაჰას. რაც შეეხება გუნა ავატარებს, ანუ ვიშნუს თვისობრივ ინკარნაციებს, ისინი სამია: ბრაჰმა, ვიშნუ და შივა. ბრაჰმა ერთ-ერთ ცოცხალ არსებათაგანია, მაგრამ თავისი ერთგული სამსახურის გამო დიდ ძალას ფლობს. ეს თავდაპირველი ცოცხალი არსება, მატერიალური ნების განმგებელი, უშუალოდ გარფოდაკაშაე ვიშნუს მიერ არის უფლებამოსილი, რათა ურიცხვი ცოცხალი არსება შექმნას. ბრაჰმა სამჰიტაში ბრაჰმა შედარებულია ძვირფას ქვას, რომელიც მზის სხივების გავლენის ქვეშ იმყოფება. უზენაესი უფალი გარფოდაკაშაე ვიშნუ კი მზესაა შედარებული. თუ კი რომელიმე კალპაში არ მოიპოვება ბრაჰმას მოვალეობის შესრულებისთვის შესაფერისი ცოცხალი არსება, მაშინ გარფოდაკაშაე ვიშნუ თვითონ ევლინება ბრაჰმას სახით და შესაბამისად მოქმედებს. სწორედ ასე ვრცელდება, რა თავად უფალი შივას სახით საჭიროების დროს უზენაესი უფალი სამყაროს ანადგურებს. მაიასთან ურთიერთობაში უფალ შივას მრავალი ჩვეულებრივ 18 ფორმა გააჩნია. უფალი შივა ცოცხალ არსებათა რიცხვს არ მიეკუთვნება. მეტნაკლებად იგი თავად კრიშნაა. ამასთან დაკავშირებით ხშირად მოჰყავთ რძისა და მაწვნის მაგალითი. მაწონი რძის ნაწარმია, მაგრამ რძის ნაცვლად მისი გამოყენება მაინც არ შეიძლება. სწორედ ასევე უფალი შივა კრიშნას ექსპანსიაა, მაგრამ მას არ ძალოც კრიშნასავით მოქმედება. არც იმ სულიერი აღორძინების მოტანა შეუძლია, რასაც კრიშნასგან ვღებულობთ. არსებითი განსხვავება იმაში მდგომარეობს, რომ უფალ შივას კავშირი აქვს მატერიალურ ბუნებასთან, ხოლო ვიშნუს, ანუ უფალ კრიშნას, მატერიალურ ბუნებასთან არაფერი აქვს საერთო. შრიმად ბჰაგავატამში ნათქვამია, რომ უფალი შივა ნაერთია სამი სახის გარდაქმნილი ცნობიერებისა, რომელთაც ეწოდებათ ვაიაკარიკა, ტაიჯასა და ტამასა. თუმცა ინკარნაცია ვიშნუ ყოველ სამყაროში სათნოების მოდუსის განმგებელია, არც ერთ შემთხვევაში არ იმყოფება მატერიალური ბუნების ზეგავლენის ქვეშ. თუმცა ვიშნუ კრიშნას თანასწორია, კრიშნა თავდაპირველ წყაროს წარმოადგენს. ვიშნუ ნაწილია, კრიშნა კი მთელი. ეს ვერსია მთელ ვედურ ლიტერატურაშია მოცემული. ბრაჰმა სამჰიტაში მოყვანილია თავდაპირველი სანთლის მაგალითი, რომელიც მეორე სანთელს ანთებს. თუმცა ორივე სანთელს თანაბარი ძალა აქვს, ერთ-ერთი მათგანი თავდაპირველად არის მიჩნეული, მეორეზე კი ამბობენ, რომ პირველისგან ანთია. ექსპანსია ვიშნუ მეორე სანთელს გავს. იგი ისევე ძლიერია, როგორც კრიშნა, მაგრამ თავდაპირველი ვიშნუ არის კრიშნა. ბრაჰმა და უფალი შივა უზენაესი უფლის მორჩილი მსახურები არიან და ვიშნუ, რომელიც უზენაესი უფალია, კრიშნას ექსპანსიას წარმოადგენს. ლილა და გუნა ავატარების აღწერის შემდეგ უფალი ჩაიტანია მანვატარა ავატარების შესახებ უყვება სანატანა გოსვამის. თავიდან იგი აცხადებს, რომ მანვატარა ავატარების დათვლა შეუძლებელია. ერთ კალპაში, ანუ ბრაჰმას ერთ დღეში 14 მანუ ვლინდება. ბრაჰმას ერთი დღე 4,320,000,000 წელია და ბრაჰმა ამ შკალით 100 წელს ცოცხლობს. ესე იგი, თუ კი ბრაჰმას ერთ დღეში 14 მანუ ვლინდება, ბრაჰმას ერთ თვეში 420 მანუ არსებობს.
ბრაჰმას ერთ წელიწადში კი 5040 მანუა. რადგან ბრაჰმა 100 ამგვარ წელიწადს ცოცხლობს, ითვლება, რომ ერთი ბრაჰმას სიცოცხლის განმავლობაში 504,000 მანუ ვლინდება. რადგან ურიცხვის სამყარო არსებობს, მანვატარა ინკარნაციების რიცხვის გამოთვლა შეუძლებელია. რადგან მთელი სამყაროები მაჰავიშნუს ამოსუნთქვასთან ერთად იქმნება, არავის ძალუც იმის გამოთვლა, თუ რამდენი მანუ ვლინდება ერთდროულად, მაგრამ თითოეულ მანუს სხვადასხვა სახელი აქვს. პირველ მანუს ჰქვია სვაიამფუვა და იგი ბრაჰმას შვილია. მეორე მანუ სვაროჩიშა არის ცეცხლის გამგებელი ღვთაების შვილი. მესამე მანუა უტამა და იგი მეფე პრაიავრატას შვილი გახლავთ. მეოთხე მანუ ტამასა უტამას ძმა. მეხუთე მანუ წოდებული რაევატად და მეექვსე მანუ ჩაქშუშა ტამასას ძმები არიან, მაგრამ ჩაქშუშა ჭაქშუშს შვილია. მეშვიდე მანუს ჰქვია ვაიავასვატა და არის მზის ღმერთის შვილი. მერვე მანუს ეწოდება სავარნი და იგიც მზის ღმერთის შვილია, შობილი ჩაილად წოდებული ცოლისგან. მეცხრე მანუ დაქშასარვანი ვარუნას შვილია. მეათე მანუ ბრაჰმასარვანი უპაშლოკასი. 4 დანარჩენ მანუს ეწოდებათ რუდრასავარნი, თარმასარვანი, დევასარვანი და ინდრასარვანი. მანუს ინკარნაციების აღწერის შემდეგ უფალმა ჩაიტანიამ იუგა ავატარები დაუხასიათა სანატანა გოსვამის. არსებობს 4 იუგა, ანუ ეპოქა: სატია, ტრეტა, დვაპარა და კალი და უზენაესი უფალი ყოველ ეპოქაში ევლინება და იუგას შესაბამისად ყოველ ინკარნაციაში სხვადასხვა ფერი აქვს. სატია იუგაში ძირითადი ინკარნაციის ფერი თეთრი გახლავთ, ტრეტა იუგაში წითელი, დვაპარა იუგაში მოშავო კრიშნა და კალი იუგაში ძირითადი ინკარნაციის ფერი ყვითელია, ჩაიტანია მაჰაპრაბჰუ. ეს დაამტკიცა შრიმად ბჰაგავატამში ასტროლოგმა გარგამუნიმ, რომელმაც ნანდა მაჰარაჯას სახლში კრიშნას ჰოროსკოპი გამოითვალა. სატია იუგაში თვითრეალიზაციის პროცესი მედიტაცია იყო და ღმერთის თეთრი ინკარნაცია ამ პროცესს ასწავლიდა. ამ ინკარნაციამ აკურთხა კარდამა მუნი, რომ მას შვილად ღმრთეების პიროვნება ეყოლებოდა. სატია იუგაში კრიშნაზე მედიტაციას ყველა ასრულებდა და ყოველი ცოცხალი არსება სრულ ცოდნას ფლობდა. ახლანდელ ეპოქაში, კალი იუგაში, ანუ ჩხუბის ეპოქაში, ისინი, ვინც სრულ ცოდნას არ ფლობენ, მაინც ცდილობენ ამ მედიტაციური პროცესის განხორციელებას, რომელიც წინა ეპოქისთვის იყო რეკომენდირებული. ეპოქა ტრეტაში თვითრეალიზაციისთვის რეკომენდირებული იყო მსხვერპლშეწირველთა შესრულება და ამას ასწავლიდა ღმერთის წითელი ინკარნაცია. ეპოქა დვაპარაში კრიშნა პირადად იმყოფებოდა და ყველა თაყვანს სცემდა მას ამ მანტრით. მოწიწებით ვცემ თაყვანს ღმრთეების უზენაეს პიროვნებას ვასუდევას, სანკარშანას, პრადიუმნასა და ანიროთას. ასეთი იყო თვითრეალიზაციის პროცესი დვაპარა იუგაში. შემდეგ ეპოქაში, ახლანდელი ეპოქა კალი იუგაში, უფალი მოდის რათა კრიშნას წმინდა სახელის გალობა იქადაგოს. ამ ეპოქაში უფალი ყვითელი ფერისაა, ჩაიტანია მაჰაპრაბჰუ და კრიშნას სახელთა გალობით ხალხს ღმერთის სიყვარულს ასწავლის. კრიშნა თავად ასრულებს ამ მეთოდს და ათასობით მიმდევართან ერთად გალობით, სიმღერითა და ცეკვით ღმერთის სიყვარულს ავლენს. ღმრთეების უზენაესი პიროვნების ეს კონკრეტული ინკარნაცია ნაწინასწარმეტყველებია შრიმად ბჰაგავატამში. კალის ამ ეპოქაში უფალი მოდის ერთგულის სახით, ყვითელი ფერით და მუდამ გალობს ჰარე კრიშნა, კრიშნა კრიშნა, ჰარე ჰარე, ჰარე რამა, რამა რამა, ჰარე ჰარეს. თუმცა კრიშნასგან განსხვავებით, რომელიც დვაპარა იუგაში შავი იყო, მისი სხეულის ფერი შავი არ არის, არამედ ოქროსფერი გახლავთ. სწორედ კალი იუგაში ქადაგებს უფალი ღმრთეების სიყვარულს სანკირტანას მოძრაობის გზით და გონიერი ცოცხალი არსებები თვითრეალიზაციის ამ პროცესს კიდებენ ხელს. შრიმად ბჰაგავატამში ნათქვამია აგრეთვე.
თვითრეალიზაცია, რომელიც ეპოქა სატიაში მიიღწეოდა მედიტაციით, ეპოქა ტრეტაში ათასგვარი მსხვერპლშეწირვების შესრულებით და ეპოქა დვაპარაში უფალი კრიშნას თაყვანისცემით, ეპოქა კალიში შეიძლება უბრალოდ წმინდა სახელთა გალობით ჰარე კრიშნათი იქნას მიღწეული. ეს დადასტურებულია ვიშნუ პურანაშიც, სადაც ნათქვამია. ამ ეპოქაში აზრი არ აქვს მედიტაციას, მსხვერპლშეწირვას და ტაძარში თაყვანისცემას. სრულყოფილი თვითრეალიზაციის მიღწევა შეიძლება უბრალოდ კრიშნას წმინდა სახელის გალობით. ჰარე კრიშნა, კრიშნა კრიშნა, ჰარე ჰარე, ჰარე რამა, რამა რამა, ჰარე ჰარე. უფალი ჩაიტანიას მიერ ეპოქა კალის ინკარნაციის დახასიათებისას სანატანა გოსვამი, რომელიც უწინ მთავრობის მინისტრი იყო და მშვენივრად შეეძლო დასკვნების გამოტანა, პირდაპირ შეეკითხა უფალს, როგორ ვიცნოთ ინკარნაციის მოვლენა? ეპოქა კალის ინკარნაციის აღწერილობიდან სანატანა გოსვამი მიხვდა, რომ უფალი ჩაიტანია მართლაც კრიშნას ინკარნაცია იყო. იგი იმასაც მიხვდა, რომ მომავალში არაერთი ადამიანი მიბაძავდა უფალ ჩაიტანიას, რადგან უფალი უბრალო ბრაჰმანის როლს თამაშობდა, მიუხედავად იმისა, რომ მისი ერთგულები მას ინკარნაციად აღიარებდნენ. სანატანამ იცოდა, რომ მრავალი თვალთმაქცნი გამოჩნდებოდა და ამიტომ ჰკითხა უფალს, რა ნიშნებით ვიცნოთ ინკარნაცია? როგორც სხვადასხვა ეპოქების სხვადასხვა ინკარნაციათა გაგება შეიძლება ვედური ლიტერატურის დამოწმებით, მიუგო უფალმა, ასე შეიძლება იმის გაგება, თუ ვინ არის ღმრთეების ჭეშმარიტი ინკარნაცია ამ ეპოქა კალიში. მაშასადამე, უფალი განსაკუთრებით ამახვილებს ყურადღებას ავტორიტეტულ წმინდა წერილებზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ვინმეს თვითნებურად ინკარნაციად აღიარება არ შეიძლება. ინკარნაციის დამახასიათებელი თვისებების გაგება წმინდა წერილების დამოწმებით უნდა ვცადოთ. უზენაესი უფლის ინკარნაცია არასოდეს იტყვის, რომ ინკარნაციაა, მაგრამ მისმა მიმდევრებმა ავტორიტეტული წმინდა წერილების დამოწმებით უნდა დაადასტურონ, ვინ არის ინკარნაცია და ვინ არის თვალთმაქცი. ორი ნიშანთვისების, პიროვნებად წოდებული ძირითადი ნიშანთვისებისა და პერიფერიული ნიშანთვისებების გაგების საფუძველზე ავატარას დამახასიათებელი ნიშნების მიხვედრა ნებისმიერ გონიერ ადამიანს შეუძლია. წმინდა წერილებში აღწერილია ინკარნაციის სხეულის დამახასიათებელი ნიშნები და მოქმედებები. სხეულის აღწერილობა ძირითადი ნიშანთვისებაა, რომლის საფუძველზეც ინკარნაციის პიროვნების დადგენა შეიძლება. ინკარნაციის მოქმედებები პერიფერიული ნიშანთვისებებია. ეს დამტკიცებულია შრიმად ბჰაგავატამის დასაწყისში, სადაც მშვენივრად არის აღწერილი ავატარას ნიშანთვისებები. ამ ლექსში გამოყენებულია ორი ცნება, პარამ და სატიამ და უფალი ჩაიტანია მიგვანიშნებს, რომ ამ სიტყვებით კრიშნას ძირითადი ნიშანთვისება იხსნება. დანარჩენი პერიფერიული ნიშანთვისებები მიუთითებს იმაზე, რომ მან ასწავლა ვედური ცოდნა ბრაჰმას და მოევლინა პურუშა ავატარას სახით, რათა კოსმოსური გამოვლინება შეექმნა. ეს იშვიათი ნიშანთვისებებია, რომლებიც საგანგებო მიზნებისთვის ვლინდება. ადამიანს ავატარას ძირითადი და პერიფერიული ნიშანთვისებების გაგება და გარჩევა უნდა შეეძლოს. ამ ორი ნიშანთვისების გარეშე საკუთარ თავს ინკარნაციად ვერავინ გამოაცხადებს. ძირითადი და პერიფერიული ნიშანთვისებების შესწავლის გარეშე გონიერი ადამიანი არავის აღიარებს ავატარად. როდესაც სანატანა გოსვამიმ სცადა იმის დადასტურება, რომ უფალი ჩაიტანიას პიროვნული ნიშანთვისებები ამ ეპოქის ინკარნაციის ნიშანთვისებებს შეესაბამებოდა, უფალმა ჩაიტანიამ ირიბად თვითონვე დაადასტურა ეს უბრალოდ იმით, რომ თქვა, თავი დავანებოთ ამ საკითხებს და განვიხილოთ შაქტიავეშა ავატარები. შემდეგ უფალმა აღნიშნა, რომ შაქტიავეშა ავატარების რიცხვი უსასრულოა, მაგრამ ზოგიერთი შეიძლება მაგალითად მოვიყვანოთ. არსებობს ორი სახის შაქტიავეშა ინკარნაციები, პირდაპირი და არაპირდაპირი. როდესაც თავად უფალი მოდის, მას ეწოდება საკშატ, ანუ პირდაპირი ინკარნაცია. და როდესაც იგი რომელიმე ცოცხალ არსებას აძლევს თავისი წარმომადგენლის ძალაუფლებას, ამ ცოცხალ არსებას არაპირდაპირი, ანუ ავეკაშა ინკარნაცია ეწოდება. არაპირდაპირი ავატარების მაგალითებია 4 კუმარა, ნარადა, ფრთუ, პარაშურამა.
სინამდვილეში ისინი ცოცხალი არსებები არიან, მაგრამ ღმრთების უზენაესი პიროვნებისგან განსაკუთრებული ძალა აქვთ მიღებული. როდესაც გარკვეულ ცოცხალ არსებებს ღმრთების უზენაესი პიროვნების განსაკუთრებული ძალა აქვთ მომადლებული, მათ ავეშა ავატარები ეწოდებათ. 4 კუმარა საგანგებოდ წარმოადგენენ უზენაესი უფლის ერთ-ერთ სიდიადეს, ცოდნას. ნარადა წარმოადგენს უზენაესი უფლის ერთგულ სამსახურს. ერთგულ სამსახურს წარმოადგენს უფალი ჩაიტანიაც, რომელიც ამ სიდიადის სრულ გამოვლინებად ითვლება. ბრაჰმა აღჭურვილია შემოქმედებითი ძალით, მეფე ფრთუ კი ცოცხალ არსებათა საზრდოობის ძალით. სწორედ ასევე პარაშურამა ბოროტთა ხოცვის ძალითაა აღჭურვილი. რაც შეეხება ვიფჰუტის, ანუ ღმრთების უზენაესი პიროვნებისგან არაჩვეულებრივი უნარით მომადლებას, ბჰაგავად გიტას მე-10 თავის მიხედვით უნდა ჩაითვალოს, რომ უზენაესი უფალი განსაკუთრებით კეთილგანწყობილია ძალით ან მშვენიერებით გამორჩეული ცოცხალი არსებისადმი. უშუალო ანუ საქშად ავატარების მაგალითებია ინკარნაცია შეშა და ინკარნაცია ანანტა. ანანტა აღჭურვილია პოტენციით, რომელსაც მთელი პლანეტები უკავია. ინკარნაცია შეშა კი უზენაესი უფლის მსახურების პოტენციითაა აღჭურვილი. შაქტია-ვეშა ინკარნაციების აღწერის შემდეგ ჩაიტანია მაჰაპრაბჰუმ უზენაესი უფლის ასაკის შესახებ დაიწყო საუბარი. მან თქვა, რომ უზენაესი უფალი კრიშნა მუდამ 16 წლის ბიჭივით გამოიყურება და როდესაც ამ სამყაროში ჩამოსვლა სურს, ჯერ თავის დედასა და მამას აგზავნის, რომლებიც მისი ერთგულები არიან და შემდეგ კი თავად ეშვება, ან ინკარნაციის სახით, ან პირადად. ყოველი მისი საქმიანობა დაწყებული დემონ პუტანას მოკლით ურიცხ სამყაროებში მიმდინარეობს და უსასრულოა. მართლაც მისი გამოვლინებები და სხვადასხვა გართობები ყოველ მომენტში, ყოველ წამს, სხვადასხვა სამყაროებში ჩანს. ამრიგად მისი საქმიანობები განგის ტალღებს გავს. როგორც განგის ტალღებს არა აქვთ სასრული, ასევე არ წყდება უფალი კრიშნას ინკარნაციების სხვადასხვა სამყაროებში. ბავშვობიდანვე იგი მრავალ გართობას ავლენს და საბოლოოდ გვიჩვენებს ცეკვა რასას. ნათქვამია, რომ კრიშნას ყოველი გართობა მარადიულია, რასაც ყოველი წმინდა წერილი ადასტურებს. როგორც წესი, ხალხს არ ესმის, როგორ ასრულებს კრიშნა თავის გართობებს, მაგრამ უფალი ჩაიტანია ნათელს სვენს ამ საკითხს, მისი გართობების მზის ირგვლივ დედამიწის ორბიტასთან შედარებით. ვედური ასტროლოგიური გამოთვლების თანახმად, დღისა და ღამის 24 საათი 60 დანდად იყოფა. შემდგომ დღეები 3600 პალად იყოფა. მზის დისკოს აღქმა ყოველ 60 პალაში შეიძლება და ეს დრო ნანდას შეადგენს. 8 ნანდა ერთ პრაჰარას წარმოადგენს და მზე 4 პრაჰარას მანძილზე ამოდის და ჩადის. სწორედ ასევე 4 პრაჰარა ერთ ღამეს შეადგენს და ამის შემდეგ მზის ამოსვლა ხდება. სწორედ ასევე კრიშნას გართობების ნახვა შეიძლება ყოველ სამყაროში, ისევე როგორც მზე ჩანს თავისი მოძრაობისას 3600 პალის მანძილზე. უფალი კრიშნა ამ სამყაროში მხოლოდ 125 წლის განმავლობაში რჩება, მაგრამ ამ პერიოდის ყოველი მისი გართობა თითოეულ სამყაროში ვლინდება. ეს გართობები მოიცავს მის მოვლინებას, ბავშვობის საქმეებს, ყმაწვილობას და უფრო გვიანდელ გართობებს დვარაკას გართობებამდე. რადგან ყოველი ეს გართობა ნებისმიერი დროის მონაკვეთში სამყაროთა მირიადებიდან რომელიმეში ვლინდება, მათი მარადიული ეწოდება. მზე მარადიულად არსებობს, თუმცა ამ პლანეტიდან ვხედავთ, რომ მზე ამოდის და ჩადის, ჩნდება და უჩინარდება. სწორედ ასევე უფლის გართობები გრძელდება, თუმცა ამ კონკრეტულ სამყაროში ისინი მხოლოდ გარკვეული დროის მონაკვეთში ვლინდებიან. მისი სავანე უმაღლესი პლანეტა გოლოკა ვრინდავანია და მისი ნებით ეს გოლოკა ვრინდავანი ამ სამყაროში და სხვა სამყაროებშიაც ვლინდება. ამრიგად უფალი მუდამ მის უმაღლეს სავანეში, გოლოკა ვრინდავანში იმყოფება და თავისი უმაღლესი ნებით ურიცხ სამყაროებში ავლენს თავის საქმიანობებს. როდესაც გარკვეულ ადგილებში ჩნდება, თავის 6 სიდიადესაც ყოველ გამოვლინებაში ავლენს.